მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და საყვარელო ადამიანებო. ესე იგი ეს დღეები ვერ გადავიღე ვიდეო, იმიტომ რომ არ შემეძლო. ნახეთ თვალები. ესე იგი გამოვიარე, არ ვიცი. საკუთარი ოჯახის წევრის ცუდად ყოფნის ეგ რო გამორიცხო და ესეთი რაღაცა უბედურება რო გამორიცხო, დანარჩენი აი რაც კი შეიძლება რომ გამოიაროს ადამიანმა, ძალიან რო განიცდი, ძალიან რო ცუდად ხარ, აი ყველა სპექტრი რა, ნუ გარდა იმისი რაც თქვი, ღმერთმა ეყოლას გვაშორს, აი ყველაფერი გამოვიარე ამ რამდენიმე დღეში. აბსოლუტურად ყველანაირი იმედგაცრუება, ტკივილი, ბრაზი, უიმედობა, იმედი, სიყვარული, მადლიერება, აი ყველაფერი რა, რაც შეიძლება. ხო. და მე ეხლა არ შემიძლია რა თქვენ მოგიყვეთ ეს ყველაფერი, როგორც გიყვებით ხოლმე ესე დეტალებში, იმიტომ რომ ეს არ მეხება მხოლოდ მე. ეს ეხება სხვა ადამიანებსაც. სახეზეც მეტყობა აი ამ ყველაფრის კვალი. და რა მინდა ეხლა რა ვთქვა? მინდა ვთქვა, რომ ეს ყველაფერი ჩემ თავს იყო, ანუ რაღაც მე ვიდეოებს არ ვიღებდი, რაიმე სხვა მიზეზის გამო, ანუ არა იმიტომ რომ არ მეცალა, არა იმიტომ რომ ცუდად ვიყავი, ანუ დეპრესიულად ვიძახი ჩემ პონჩი. არა, უბრალოდ იმიტომ რომ რაღაცა ძალიან დიდი და რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ხდებოდა და რატო გეუბნებით ახლა ამ ყველაფერს, რომ მინდა გითხრათ, რომ თუ კი თქვენ ცხოვრებაში დაგიდგებათ ესეთი მომენტი, იცოდეთ, რომ ყოველთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სიყვარულს გულში. ეს ერთი და მეორე ძალიან დიდი მნიშვნელობა. და მეორე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, ანუ თვითონ იმის ცოდნას, რომ შენ ყველაფერი გააკეთე. და როცა შენ გულში გაქვს სიყვარული და ყველაფერს გააკეთებ, რა თქმა უნდა არა ყოველთვის, მაგრამ ხშირად ასე ვიტყოდი, რომ ყველაფერი თავის ადგილას დგება. ისევე როგორც ახლაც მოხდა. ყველაფერს დაერქვა თავის სახელი და ყველაფერი დადგა თავის ადგილას. და ეს უძილო ღამეები, ტირილიანი ღამეები, ეს ამხელა განცდები, ფიზიკური და მორალური დაღლა, ღირდა ამ ყველაფრად. ორი ძალიან დიდი რაღაც დაემთხვა, სხვადასხვა, ორივე მნიშვნელოვანი, ორივე საფიქრალი, ერთი ძალიან ეს ემოციური, ასაღელვებელი და ანუ აი ესე გულში რო გავიღვიძე დილას, აი კაინაცემი რო იყო, ეგეთან აი ღამე ფაქტიურად არ მეძინა, ვიძინებდი 5-ზე, 6-ზე და 8-ზე უკვე მეღვიძა. ან 3-ზე, 4-ზე. ხო, და ანუ მე შემდგომ დღეს ანუ შესაბამისად ვგრძნობდი თავს. კვება და ყველაფერი ეგეთი, ანუ ჩემი სხეული გრძნობს ახლა ამ ყველაფრის კვალს. და ჩემს სხეულს ახლა სჭირდება ზრუნვა, ანუ შესაფერი სიცილი, დასვენება, სეირნობა, საყვარელი საქმის კეთება, მუშაობა და რა თქმა უნდა შესაფერი სიკვება, ყველაფერი რომ უბრალოდ აი კარგად იყო. ეს არის თვითსრუნვა, რომელიც მოდის საკუთარი თავის სიყვარულიდან. და მინდა გითხრათ ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ არ მიატოვოთ თქვენი თავი რთულ დროს, მიუხედავად იმისა, რომ ვერ მეძინა,
მიუხედავად იმისა, რომ კვებაც ისე მიწევდა, რომ ანუ არც მშიოდა გული მერეოდა საჭმელს ენერგიულობისგან და როცა ვჭამდი, რაც მომხვდებოდა, მაგას ვჭამდი და ანუ აი უგრძნობ როგორ დამძიმებულია ჩემი სხეული. მაგრამ მაინც ვცდილობდი, რომ დამესვენა, მაინც ვცდილობდი, რომ ის რასაც ვჭამდი, ზედმეტი მაინც არ მეჭამა. ანუ რაღაცას მაინც ვცდილობდი, ხო ხვდები, აი ამ სრულ ქარიშხალში მაინც იყო რაღაცა, ერთი ის რომ ვიბრძოდი და მეორე ის რომ ჩემ თავზე ვზრუნავდი და ეს მე ჩემი თავის სიყვარულმა მომიტანა, იმიტომ რომ ესეთი რაღაცა რომ მომხდარიყო ადრე ჩემ ცხოვრებაში, მე ჩემ თავს მივატოვებდი და ძალიან ბევრჯერ მიმიტოვებია ესეთ დროს ჩემი თავი და როცა ჩემი თავი მიმიტოვებია, ყოველთვის ისე იყო ხოლმე, რომ არათუ მიმიტოვებია, ის ვერ განცდილი გრძნობები, როგორ გითხრათ, ის ვერ განცდილი გრძნობები, რომ ჩამეხშო, ამისთვის მაგალითად მიძალადია ჩემს სხეულზე იმით, რომ ვჭამდი ზედმეტი ოდენობის საკვებს, რომელიც იმ წუთას ახშობდა, აი როგორ იცი, ძალიან ხმამაღალი მუსიკა რო იყოს ჩართული სახლში, ისეთი ხმამაღალი, რომ ყურები გისკდება და გულზე გირწყავს და იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ ეს მუსიკა ანუ რაღაც დრო ესე მოусმინო და იცოდე, რომ აი რაღაცა თუ გაუძლებ, თქვათ 1 წუთი, მერე გამოირთვება და აღარ ჩაირთვება ეგ კონკრეტული მუსიკა. მაგრამ შენ მაგას გირჩევნია, რომ ჩაუწიო ეს და ფონურად გქონდეს, ანუ ფონურად რომ დამამშვიდებელი კი არა, აი რომ გაღიზიანებს ეგეთი და შენზე ცუდად რომ მოქმედებს და ესე აი ამ ემოციას ფონურად მქონდა ჩაწეული, არ განვიცდიდი, ფონურად მქონდა ჩაწეული ეს ემოცია და აი ასე ვიყავი, არასდროს ძალიან ცუდად, მაგრამ სულ რაღაც დონეზე ცუდად. ანუ ეს არის ემოციების განცდის, ანუ საერთოდ მე რატომ დამემართა ეს ემოციების განცდის ის, რომ ორი რაღაცაა ჩემი შემთხვევაში რა. ერთი ის რომ მე რო დედა მომიკვდა ვიყავი ძალიან პატარა და არც ადამიანი არ მყავდა, ვინც დამეხმარებოდა ამის აი ამ განცდის გადამუშავებაში. და მეც ისეთი პატარა ვიყავი, რომ ამას უბრალოდ ვერ შევძლებდი. და ჩემო ფსიქიკამ ეგეთი გამოსავალი იპოვა, რომ უბრალოდ დაუწია ამ ტკივილს და გაწელა წლებზე. ანუ ეს იმ ბავშვობის ტრავმიდან მოდიოდა რა. და მერე ეს მაგალითი, ეს პატერნი ამხელა რაღაცაზე რომ ქონდა უკვე ჩემს გონებას და სახლში სულ მესმოდა, რომ აი ეს მაგალითად პაპა ჩემი ძალიან ემოციური ადამიანია და აი 4 ინფარქტი აქვს, დიაბეტი აქვს და ყველაფერი მის ბრალია ძალიან ემოციურია. და აი მაგალითად ბებია ჩემი იყო ადამიანი, რომელიც ამბობდა, რომ აქ შეუშვი, აქედან გამოუშვი, გულზე არაფერი მოიხვედ, რომ ეხა რა თქმა უნდა შვილი რომ მოუკვდა, მაგას ძალიან განიცდი და მაგაზე არ არის საუბარი, მაგრამ საუბარია ყოველდღიურ რაღაცებზე, რაზეც პაპა ჩემი ძალიან ნერვიულობდა და ბებია ჩემს კი შეეძლო, რომ თავის თავში ეს არ დაეტოვებინა, ხო? და მაგალითად მოყავდათ, რომ აი ეს ადამიანი განცდიანია და ნახე რა დღეში აქ ჯანმრთელობა და ეს ადამიანი რომელიც ასე არ არის, ნახე რა კარგად არის. ოღონდ აქ სხვა რაღაც სხვა რაღაცა იყო რა. ანუ განცდებზე რა შეიძლება ძალიან დიდი ემოციების სპექტრი გქონდეს და იცოდე როგორ ცივილურად, როგორ განიცადო აი ეს ყველაფერი, ისე რომ არ შენ დაზიანდე, არ სხვა არ დაზიანო, არ ცუდად არ იყო, მაგრამ შენი თავი იყო. ანუ ჩემს ოჯახში ეს იყო მიჩნეული, რომ ეს გრძნობები ანადგურებს. გრძნობები კი არ ანადგურებს. ამ გრძნობების ჩახოვება და არ დამუშავება ანადგურებს, მაგრამ მაშინ მე ეს არ ვიცოდი და ჩემთან მოწოდებული ესე იყო რა, რომ ანუ ეს
ცუდია, იყო მგრძნობიარე, ცუდია და ანუ ეს აზრი და საშიშია, ეს აზრი ემატებოდა იმ ცოდნას, რაც ჩემმა ტვინმა იცოდა, რომ აი იყო ტკივილი, რომელსაც ჩვენ ვერ გაუძველით და ამიტომ შავახშეთ, მაგრამ გავწელეთ ძლებზე, ხო? და ანუ აი ეს მქონდა მე, რომ ვახშობდი საჭმლით, აი იმ წუთიერი დოფამინით, ანუ ტვინში გამოიყოფა დოფამინი, როცა საჭმელს ვჭამთ. ასევე წიგნის წაკითხვა, ასევე სერიალების ყურება, ფილმების ყურება, ამ ყველაფრის დროსაც ტვინში გამოიყოფა დოფამინი. ანუ სწრაფი დოფამინით, იქიდან გამომდინარე მე უფრო მძიმე ნივთიერებებზე არასდროს ვერ ყოფილვარ, სიგარეტის მწვეველი არასდროს ყოფილვარ, ალკოჰოლს არასდროს ვსვავდი და არც აზარტული თამაშები, არაფერი სხვა, ანუ უბრალოდ აი აქედან ვიღებდი ყველაზე მარტივი გზებიდან, ასე ვთქვათ, ვიღებდი სწრაფ დოფამინს მე, ჩემი ტვინი და ასე იყო წლების განმავლობაში, მაგრამ რეალურად ეს რომ დაგროვდა, ვიყავი ძალიან ძალიან ცუდად. რატო? იმიტომ რომ აი არიან ადამიანები, რომელსაც არ უყვართ საკუთარ თავზე მუშაობა, არ უყვართ საკუთარ თავში ჩაღრმავება, არ უყვართ აი ამ ყველა შიგნით მყოფი გრძნობის, განცდის, აზრის, ფიქრის, აი ამ ყველაფრის სათითაოდ ხელში გამოტარება, გადამუშავება, დაფიქრება, იმასთან ჩამოჯდომა, თვალის გასწორება, მოსმენა, რომ აბა რა გტკივა, რატო გტკივა ეს, რატო ას. ანუ არიან ადამიანები, რომელსაც ეს არ სჭირდებათ, მაგრამ მე ვარ ადამიანი, ვისაც ეს ყველაფერი ჭირდება. ვისაც ეს ყველაფერი ძალიან უყვარს, აი ამიტომ ვამბობ, რომ მონაცემებით მე ბუნებრივად ვარ ფსიქოლოგი ტიპი. ანუ ეს ყველაფერი მარტო ჩემ დავში კი არა, სხვებშიც მაინტერესებს და ძალიან მიყვარს. ანუ ძალიან დიდ სიამოვნებას მაინჭევს აი ეს პროცესები რა. აი როცა მე მეუბნებოდნენ რომ მიდი ფსიქოლოგთან, შენ თვითონ რატო უმკლავდები ამ ყველაფერს უფრო ადვილია, ანუ მე მიგვირდა, იმიტომ რომ მე ძალიან სიამოვნებს კი მე ვიცოდი, რომ დროში ძალიან გაიწელებოდა ეს ყველაფერი, როცა მე თვითონ ვაგვარებდი თუნდაც ჩემი კვებით საკითხებს, ხო? ანუ ფსიქოლოგიურ დონეზე, მაგრამ ეს იქნებოდა ისეთი ცოდნა და იმხელა ცოდნა, აი როგორც ახლა მაგ. ამიტომ და ჩემთვის იყო სასიამოვნო. აი საინტერესო. ჩემთვის ეს იყო თავგადასავალი. შეიძლება გარედან ამას ვერავინ ვერ ხედავდა, მაგრამ ეს იყო თავგადასავალი ჩემს თავში, რომელიც მე ძალიან მიყვარდა. იმიტომ ძალიან რთულია, რომ შენ ბნელ მხარეში ჩახვიდე და მას თვალი გაუსწორე და მასთან იმუშაო, ძალიან რთულია და ეს ძალიან ცოტა ადამიანს შეუძლია. ეს მინდა რომ ვთქვა. ხო, ხო და მოკლედ. ეხლა უკვე დიდი ხანია ამას ვაკეთებ და სხვა შორის აქამდე მე მიმიყვანა ისევ და ისევ კვების ამბებმა. ანუ იქ რო დაუწყე, ანუ რაღაცა ერთში თუ შენ თავს უსმენ, რაღაცა ერთში. მე სხვა ყველაფერშიც იწყებ შენ თავის სმენას. ანუ ეს ესე მუშაობს. ანუ ჯაჭვური რეაქცია აქვს რა. და თუ შენ თავს არ უსმენ ერთ რაღაცაში, არ უსმენ არაფერში. ან მხოლოდ რაღაც კონკრეტულ შეაშს მიჩვეული ხარ, რომ უნდა უსმინო ბავშვობიდან რა. ხო, ან ბიოლოგიურად რო არის, რომ მაგალითად ხა ტუალეტში გინდა და არ შეგიძლია რომ არ მოусმინო. ხო, ან მაგას არ გულისხმობ, მე აქ საუბარი მაქვს ღრმა თვით რეფლექსიაზე, საკუთარი თავის მოსმენაზე, ამოცნობაზე და მუშაობაზე, საკუთარ ტრავმებთან, მცდარ აზრებთან, რთულ სიტუაციებთან და რაც ყველაზე მთავარია, ჩემი უდიდესი ემოციების მიღებასთან. ისე, რომ ეს აღარ იყოს დაკავშირებული თვით დესტრუქციასთან. ანუ ეს აღარ მანადგურებდეს მე თვითონ. ანუ ადრე, როგორც თქვი, როცა იყო რაღაცა ესეთი სიტუაცია ძალიან რთული, მე ამ დროს ჩემი თავი მქონდა ხოლმე როგორც აი მიტოვებული ტაძარი, მე ვთვლი რომ ჩვენი სხეული, ჩვენი სულის ტაძარია. და ანუ ეს მქონდა მიტოვებული და არათუ მეტოვებული, დაბინძურებული. და სხეული ამას გრძნობს და შენ უფრო ცუდად ხარ. და ეხლა მე ეს არ მქონდა არც მიტოვებული და არც დაბინძურებული. ხო, ისე იდეალურად დალაგებული არ მქონდა როგორც სხვა დღეებში მაგ ხოლმე. არ კრიალებდა ყველაფერი შიგნით, მაგრამ ნორმალურად იყო. და ეს მე მაძლევდა საშუალებას, რომ იქ მე, ანუ ჩემს თავში მე
დამესვენა და ამომესუნთქა იმისთვის რომ ძალები მქონოდა აი ამ ყველაფრის ანუ იმდენ რამეზე ვფიქრობდი, იმდენზე, რომ აი აქ იყო ძალიან ბევრი რაღაცა, არ იყო მარტო ერთი რაღაცა, ან ერთი ადამიანი, ან ერთი სიტუაცია, აი ძალიან მრავალმხრივი იყო და ყველაფერზე ვფიქრობდი და ყველაფერი ყველა მხრივ მინდოდა რომ კარგად ყოფილიყო და ყველაფერი გამეკეთებინა, რაც მე შემეძლო რომ გამეკეთებინა და თან სწორად რა თქმა უნდა. და ძალიან დამეხმარა და ეს მოხდა როგორ იცით, ეხლა მე რომ ეს ყველაფერი გამოვიარე, ეხლა უკვე და აქედან რომ გამოვედი, მე შევამჩნიე, რომ მე აქ ჩემი თავი არ მივატოვე და რომ მე და ჩემმა თავმა ერთად მე ჩემმა გონებამ, ჩემმა სულმა და ჩემმა სხეულმა სამივემ ერთად ჰარმონიულად გამოვიარეთ აი ეს რთული პერიოდი. და სამივე მოქმედებდით ერთმანეთთან თანხმობაში, ისე ვიქცეოდით, რაც სწორად მიგვაჩნდა, ანუ იმაში, რაც იყო მოსაგვარებელი და ასევე ყველა აკეთებდა თავის საქმეს, ანუ გონება, სხეული რაღაც და ანუ არც ერთი არ მყავდა მიტოვებული. ანუ ეს ჩემი ძალიან დიდი ემოცია როცა მოდის, როგორც აი ძალიან დიდი ცუნამი, მე აღარ გავრბივარ, აღარ ვცდილობ რომ ისეთ ნავში ჩავჯდე, რომ სულ აღელვებულ ზღვაში ვიყო, მაგრამ ეხლა არ გადამიაროს თავს. ვდგავარ, დაველოდები, ის მოდის, მე მომიცავს, მე გადამივლის და ერთი ვნახე, რომ ეს მე არ მკლავს. და მეორე ვნახე, რომ ეს ჩემთვის ბუნებრივია. ანუ მე ვარ ჩემს ბუნებრივ გარემოში და რამდენად შეიძლება, რომ როცა ემოცია თავზე გადაგივლის და შეიძლება იყოს ბრაზია, შეიძლება იყოს შიში, ეს ცუდი ემოციაც შეიძლება იყოს არა მხოლოდ კარგი. და კარგსაც ვახშობდი, და კარგსაც მეშინოდა, მაგრამ წარმოგიდგენთ, როცა ესე ცუდი. და როცა არ გაურბიხარ და თავზე აი ეს გადაგივლის, ანუ ხვდები, რომ ეს კარგია. ანუ აი არ ვიცი როგორ თქვა, თუ არ გამოგიცეთ, ვერ მიხვდებით, რომ ეს ტანჯვა აი დაახლოებით როგორ რაც იცი, სპორტზე რომ მიხვალ და ყველა კუნთი რო გტკივა, მაგრამ რო ხვდები ეს როგორი კარგი ტკივილია, ანუ არა ის ტკივილი, როგორც მაგალითად ჭრილობა რო გაქან, რაიმე სხვა უარყოფითი რაღაცისგან გამოწვეული ტკივილი, აი ხვდებით რას გულისხმობ, ანუ სასარგებლო ტკივილი, მოდი ასე ვთქვათ, კარგი ტკივილი, ანუ ამას გრძნობ. და ეს რო გადის, მიუხედავად იმისა, რომ აი ქარიშხლის მე რო დანგრეულია შენი გემი და შენი თავი, ანუ ეს მე ეხა დანგრეული ვარ, მაგრამ კარგად ვარ, იმიტომ რომ იმ ქარიშხალში ღირსეულად ვიდექი, არ გავიქეცი. და მეტიც არათუ არ გავიკეთცი, რაც შემეძლო ეგ გავაკეთე. და ამ სიტუაციაში ეს მოხდა თავისით, ანუ მე კი არ მიცდია სპეციალურად გონებით, რომ ესე გამეკეთებინა. არა, ანუ საერთოდ არ ვფიქრობდი ამაზე. უბრალოდ თავისით გამოვიდა. ანუ მე მივედი იმ საფეხურამდე, სადაც შემიძლია იმდენად ვიყო ჩემი თავი, ვისწავლე ჩემი გრძნობების განცდა, არა გაქცევა, რომ ანუ ეს მოხდა ბუნებრივად. აი როგორც ერთხელ დაჯდები, აი მანქანაზე თავი დავჯდები, სულ ფიქრობ, რომ აბა ამ სარკეში გავიხედო, იმ სარკეში ზემოთ, აქეთაც დავინახო როგორ მოდის, აქეთ მხრიდანაც მანქანები, იქიდანაც, უკიდანაც ყველა მხრიდან და რომ ამ ყველაფერს ფიქრობ თავიდან. მაგრამ ერთ დღეს ჯდები მანქანასთან და ამ ყველაფერს აკეთებ ისე, რომ ვეღარ ხვდები, რომ ამ ყველაფერს აკეთებ. ანუ ამაზე კი აღარ ფიქრობ, ამას აკეთებ ავტომატურად. აი ესეთი რაღაცა მოხდა ჩემთან და ისე მიხარია ეს. იმიტომ რომ ჩემი ბავშვობის უდიდესი ტრავმა, უდიდესი ტკივილი და უდიდესი რაცაც ვერ ვაკეთებდი ჩემი ემოციების განცდა. იმიტომ რომ ის პატერნი მქონდა ნასწავლე წლების განმავლობაში, მან გადამარჩინა და მე შევძელი რომ ესწავლა სხვა, უფრო სწორი გზა. რომელიც მთელი ცხოვრება მინდა რომ იყოს ჩემთან. და ეს არა იმიტომ რომ ვიმე რა არასწორი, რა ცუდი და რა საზისხარი ვარ, არამედ იმიტომ რომ ჩემი თავის სიყვარულიდან გამომდინარე. ანუ
ჩემი თავი ისე შევიყვარე და ისე დავიწყე ზრუნვა, რომ აქედან გამომდინარე დავიწყე შეცვლა. ანუ ზოგ ადამიანს ესმის, რომ საკუთარი თავის შეყვარება და მიღება ესმის ესე, რომ ანუ შენ არ იცვლები. რაც უნდა კარგ მდგომარეობაში იყოს ადამიანი და კარგი ვარიანტი იყოს თავის. მაინც აქვს შესაძლებელი კიდე უფრო კარგისკენ ყოველთვის ყველა ეტაპზე. და მე ვიცი ბევრი ადამიანი ბოდიში, აი მაგალითად წოდაში კლებაზე, ძალიან ცხადი მაგალითია. ანუ საკუთარი თავის სიძულვილიდან იწყებენ. მიუხებლობიდან იწყებენ, რომ აი გული მერევა ჩემ თავზე. გული მერევა იმაზე, რომ ვერ ვახერხებ მაგალითად, რომ ეს თქვი და გავაკეთო. გული მერევა იმაზე, რომ როგორ გამოვიყურები და ამ შემდეგ, ანუ ეზისხებათ საკუთარი თავი. და როცა მათ ეუბნები, რომ საკუთარი თავის სიძულვილიდან გამომდინარე თუ დაიწყებ შეცვლას, უფრო უარესი იქნება, იმიტომ რომ მე ეგსა გავიარე. ანუ შენ თავს ვერ მოუტან. შენ თავს კი არ წარმოიდგინე ხა? ნებისმიერ ადამიანს, შენ შვილი, ქმარი, დედა, ანუ მასზე დაიწყო ზრუნვა, მასზე სიძულვილით. ანუ შენ შეძლებ რომ მას სარგებელი მოუტანო? ვერა. შენ მას დატანჯავ. ის შენ აგიჯანყდება და უფრო უარეს შედეგთან მიხარს და უფრო დაიძაბება თქვენ შორის ურთიერთობა. აი ეს ხდება ხოლმე. საკუთარ თავს და საკუთარ თავს შორის, ანუ გონებას, სულს და სხეულს შორის ეს ხდება ხოლმე. და ისინი აი რო ამბობენ ხოლმე მე ვებრძვი ჩემ თავს. როცა შენ თავს ებრძვი, აქ გამარჯვებული არ არსებობს. გამარჯვებული არსებობს მაშინ, როცა შენ და შენი თავი ხართ თანამოკავშირეები, თანამოაზრეები, თანამებრძოლები და ერთ გზაზე მიდიხართ. კი არ ებრძვით ერთმანეთს, არამედ უხსნით და არწმუნებთ. თუ რამე საჭიროა, რატომ არის საჭირო? და საკუთარი თავიდან თავის სიყვარულიდან როცა ზრუნავ, გამომდინარე, თუნდაც გინდა რომ წონაში დაიკლო, იმიტომ რომ ეს შენი სხეულისთვის არის ძალიან ცუდი ჯანმრთელობისთვის, ხო? როცა ამაზე ზრუნავ, ან შენს მენტალობაზე, ან რაღაცა, ანუ იმიტომ კი არა რომ ეს მინუსი მაქვს და რა ცუდი ვარ და პლუსად მინდა ვაქციო, არა. არამედ სიყვარულით, რომ მე მინდა რომ შენ უფრო კარგად იყო ვიდრე ხარ. აი მხოლოდ ამ დროს აქვს აზრი, მხოლოდ ამ დროს შეიძლება ამან გამოიღოს ნაყოფი, რომელიც იქნება სარგებლით სავსე. სხვა ვარიანტში ის ნაყოფი შხამიანია. და ადამიანებს ამის გაგება არ უნდათ. ადამიანები წლების განმავლობაში დადიან ერთსა და იმავე კრუგ წრეზე, ერთსა და იმავე წრეზე დადიან წლების განმავლობაში, მხოლოდ იმიტომ, რომ არ უნდათ გაიგონ. იმიტომ, რომ აქ საკუთარ თავზე მუშაობაა საჭირო. და ხო, ეს ძალიან რთულია, მტკივნეულია, დრო უნდა, ენერგია უნდა და თან ამაში ფულს არ გიხდიან და თან ჯამში კი როგორ არა გიხდიან, იმიტომ რომ უფრო მაგარი ტიპი ხდები და მე ფული მოყვება რესურს, ანუ ფული მოყვება, ანუ შენ მოყვება. ანუ ეს კიდე ცალკე თემაა. შეიძლება ძალიან მაგარ ადამიანს არ ქონდეს ფული. ეგ სხვა რაღაცა, ანუ სხვა რაღაცას ვამბობ, სწორად გაიგეთ. ანუ როცა შენ უფრო აი როგორც ალმასი, მრავალ მხრივ გათლილი და დახვეწილი ხდები, ან შენ ცხოვრებაც იცვლება, აი ამის თქმა მინდა. და ხდება უფრო უკეთესი, ყველა ასპექტში, იმიტომ რომ შენ ხდები უკეთესი. და აი ეს უდიდეს სამუშაოა. და უმეტესობა ადამიანს ამას რო ეწყვი, გარბიან, ან თუნდაც იგივე წონაში კლებაზე, ჩემს მარათონში. მე არ ვასწავლი მარტო კალორიების დათვლას. ანუ კალორიების დათვლა ძალიან ადვილია და ეხლა ძალიან მარტივად არის შესაძლებელი ამ ყველაფრის სწავლა. მაგრამ რატომღაც ადამიანები მაინც ვერ აღწევენ შედეგს, რატო? იმიტომ რომ სწორი მენტორობა და აი გუნდურად მუშაობა 40%-ით კარგ შედეგს ადებინებს ადამიანს, ხო? რატო? იმიტომ რომ ანუ მე რო ეს ყველაფერი ვიცი, მას რო ამ ყველაფერს დავანახებ და თუ ის მზად აი რო ამ გზაზე ჩემთან ერთად იაროს, ანუ მე მას ვოცვლი აზროვნებას. ანუ მე მარტო იმას არ ვასწავლებ რა ჭამოს, იმიტომ რომ ჭამა პრობლემა არასდროს არ არის. პრობლემა ყოველთვის არის აზროვნება. და მე ამის შეცვლაში ვეხმარები. და ადამიანებს უმეტესობას ეს არ უნდა. ანუ ვისაც უნდა,
ისინი საოცარ შედეგს დებენ. იმათ მართლა მთელი ცხოვრება ეცვლებათ, მაგრამ უმეტესობას ეგ არ უნდა. უმეტესობას უბრალოდ უნდა, რომ ერთ თვეში დაიკლოს 15 კილოგრამი და ერთი ხელის მოსმით მოიგვაროს წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემა, მაგალითად. რატომ ჭამდა ზედმეტს, ხო? ვთქვათ სტრესის გამო. ამას არ უნდა რომ გამომკლავდეს. და თუ შენ დაიკრებ 15 კილოს კი 30 კილოც რომ დაიკლო, ერთ თვეში ვერ დაიკრება, ვთქვათ, სასწაული მოხდა. დაირღვა ყველა ფიზიკის კანონი და ყველა ზუსტი მეცნიერება და დაიკერე, ვთქვათ, ხო? ნუ ცხიმი არ იქნება, მაგრამ კაი, მაინც კუნთი, სითხე და ცხიმი, ყველაფერი ერთად დაიკელე. მაგრამ არ ისწავლე გამკლავება. რა იქნება მერე? როცა ცხოვრება ადგილზე არ დგას და აუცილებლად გექნება ისევ სტრესი. რა იქნება მერე? ისევ დაიწყებ ჯამას და ისევ მოიმატებ. აი ეს არ აინტერესებთ ადამიანებს. და თუ ამას არ შეცვლის ადამიანი, ვერასდროს ვერ დადებს შედეგს. და ეს ადამიანები წლების განმავლობაში სტრესზე დადიან, იმიტომ რომ არ უნდათ გაიგონ რაღაც, რაც ისეთივე ცხადია, როგორც ის, რომ 2x2 4-ია. ხო და რა მინდოდა ახლა მითქვა ამ ვიდეოთი. ჯერ ერთი ის რომ დილა მშვიდობისა და დღეს ვლოგს გადავიღებ და ეს დილის ვლოგია, ყავას ვსვავდი და ცოტა გადამრჩა და მეთქი ბარემ თქვენ ერთად დავდებდი. პასკა მივაყოლე და ყველი მივაყოლე. მიკროდალყურში გამთბარი ვაიმე რა გემრიელია. საოცრება. ხო. და მინდოდა მეთქვა რომ არაფერი არ არის ესეც სასიამოვნო, როგორც ზრდა. და არაფერი არ არის ესეთი მტკივნეული, როგორც ზრდა. და თუ ამ მტკივილს გადიხარ და ამ მოგზაურობას ახლა შენ გადიხარ და გარშემოყოფები გეუბნებიან, რომ საერთოდ არ ჩანს თუ რამეს აკეთებ და იტყუები და ვაფშე რებს ბოდიალობ. იცოდე რომ სწორ გზაზე ხარ, იმიტომ რომ მეც მეუბნებოდნენ მაგას ის ადამიანები, ვისაც არასდროს საკუთარ თავზე არ უმუშავია და ვისთვისაც შედეგი მხოლოდ ის არის, რასაც ხედავს ფიზიკურად გარედან. მეც მეუბნებოდნენ მაგას. და მე როცა ყველაზე აქტიურ შინაგან სამუშაოებს ვატარებდი, რომლის შედეგიც დღეს მე მეტყობა, ანუ დღეს 3-5 წლის მერე რომ მეტყობა, ანუ ახლა ის ადამიანები შუმათ არიან, იმიტომ რომ არ შეუძლიათ რო არ თქვან რომ მე შევიცვალე, მე გავიზარდე, მე წინ წავედი, ანუ არ შეუძლიათ რო არ თქვან. მაგრამ იმ წუთას ეს არ ჩანს, იმიტომ რომ ეს არ არის ისეთი რომ მაგალითად ახლა ალადიკები გამოვაცხე და აი ამ წუთას დავიწყე ცხობა და მეორე წუთას გვერდზე მიწვი, ანუ შინაგანი სამუშაოებია. ამას რო ჭირდება, სანამ ეს მატერიალიზდება ვიზუალურად გარედან, ჯერ ეს შიგნით ხდება. და ყველა დღეს, ყველა ძალის ხმევას აქვს მნიშვნელობა. და თუ ამას აკეთებ, სწორ გზაზე ხარ და გააგრძელე, ეს ერთი. და მეორე. თუ ეხლა შენ ცხოვრებაში ქარიშხალია, ყველაფერი გააკეთე, რაც შეგიძლია. და ისე რომ იყო მართალი შენ თავთან. სამივე შენ თავთან, სულთან, სხეულთან და გონებასთან. და არ გაიქცე. იმიტომ რომ მაინც ვერ გავექცევით ჩვენ თავს, ეგ ილუზია. ისეთივე ილუზია, როგორც მაგალითად ის რომ საჭმელიან ანტიდეპრესანტი ან რაღაცა გვიშველის. არა. ვერ გავიქცევით ჩვენი თავიდან. გვიშველის მხოლოდ პირისპირ შეხვედრა, თვალებში შეხედვა და ამ ყველაფრის განცდა, საკუთარ თავზე მიღება და ზრდა. არ შემეძლო რომ ეს ვიდეო არ ჩამეწერა, იმიტომ რომ აი ეს დაიბადა იმ ყველაფრიდან გამომდინარე, რაც მე ამ დღეებში გამოვიარე. რამდენჯერმე თავჯექი, დავიწყე ვიდეოს ჩაწერა, კომენტარებზე პასუხის, მაგრამ არ გამომივიდა.
იმიტომ რომ მაგის დრო არ იყო. და დღეს დაიბადა ეს ვიდეო, რომელიც მე დარწმუნებული ვარ, რომ თუნდაც ერთ ადამიანს აუცილებლად დაეხმარება და თუნდაც ერთი ადამიანის ცხოვრება შეიცვლება თუ ამ ყველაფერს გაიაზრებს და თავის ცხოვრებაზე მოირგებს და მზად იქნება, რომ ამისთვის ტკივილიც მიიღოს და აშრომაც ჩადოს ამაში. და მე ძალიან ბედნიერი ვიქნები, რადგან მეცოდინება, რომ ჩემი წვლილი არის ამაში და თუ შენ ის ერთი ადამიანი იქნები, ახლა 10 წლის მერე არ აქვს მნიშვნელობა, როცა ეს ყველაფერი შედეგს გამოიღებს და შენ ამის ნაყოფს დაინახავ. მე მითხარი, რომ ამაში მე წვლილი მიმიწვეს, იმიტომ რომ მე ეს მაბედნიერებს და ხშირად ამას ისე დროს მეუბნებიან ხოლმე, როცა ძალიან მიჭირს, როცა კითხვის ნიშნები მებადება და ვფიქრობ, სწორ გზაზე ვარ თუ არა. და ზუსტად ამ დროს სამყარო მიგზავნის ასეთ ადამიანებს, რომელმაც ოდესღაც ჩემს მიერ ჩაგდებული რაღაც მარცვალი აიღეს და დღეს ყვავილად ან ხეთ გაზარდეს. სწორედ ეგეთი ადამიანებისგან წინ ხვდება ხოლმე უკავშირი მაგ დროს, რომლებიც მეუბნებიან, რომ მაშინ შენ ჩემი ცხოვრება შეცვალე და მე ამ დროს ხვდები ხოლმე, რომ ეს სწორ გზაზე ვარ. ამიტომ ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული, ჩვენ ყველა ერთმანეთთან ვართ დაკავშირებული. იცით, ვინ არის ის, ვინც ჩვენ ყველას გვაკავშირებს? ღმერთი. ჩვენ ყველანი მისი ნაწილები ვართ. ჩვენი სული მისი ნაწილია. მისი ნაწილებია. და ჩვენ ყველანი დაკავშირებული ვართ. ყველანი. და ეს ყველაფერი ბრუნავს. ეს ყველაფერი ერთიდან მეორესთან მიდის და ბრუნავს. და მოდი, სიკეთე ვაბრუნოთ. მიყვარხართ. დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დამიტოვეთ თქვენი კომენტარები. გოცნით და რას ვაკეთებ, რას ვჭამ, რას ვსვავ, საწავედ და საერთოდ როგორ ჩაიარა ჩემმა დღემ, ამასაც დღეს აუცილებლად გადავიღებ. დღეს იქნება დღე-ქარიშხლის შემდეგ, ნომერი 1, ანუ საკუთარ თავზე ზრუნვის და ძალების აღდგენის დღე. მიყვარხარ.